იმისთვის რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, ამისთვის გარდაუვალ აუცილებელია ევროკავშირის როგორც ერთიანი სივრცის და ევროკავშირის როგორც ერთიანი სივრცის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს თანხმობა და მხარდაჭერა. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, თუ რომელიმე ერთი ქვეყანა გვიჭერს მხარს და დანარჩენები რომ არ გვიჭერენ, ამ შემთხვევაში ჩვენი გზა ევროკავშირში ჩახერგილია, დასრულებულია. თუ რომელიმე ბევრი ყველა ქვეყანა 99 ქვეყანა 99% ქვეყნებისა გვიჭერს ჩვენ მხარს და ერთი ჭედავს მიზეზთა გამო რა მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაშიც ჩვენი გზა დასრულებულია კი ერთის მორჯულება გაცილებით იოლია ვიდრე 27-ისა თუ 26-ისა, მაგრამ მაინც დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. ყველაზე დიდი ამბავი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად აღარავით აღარ უჭერს მხარს ევროკავშირში, გაწევრიანების გზას არ უჭერს მხარს და საქართველოს ხელისუფლების, არა ევროპელების, არა გერმანელების, ფრანგების, პოლონელების თუ ასე შემდეგ. არამედ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების გამოისობით ჩვენი გზა, ჩვენი მოძრაობა ევროკავშირისაკენ დასრულებულია. უკვე რახანია, ოღონდ ეს ყველაფერი გააფორმდეს, უნდა თქვათ ასე ფორმალურად ფორმალობაღა დარჩა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით ვერასოდეს. არა. 2028-29-30 წელს ევროკავშირის გაფართოება მოხდება და უთუოდ მოხდება, უთუოდ შევა ევროკავშირში 4 სახელმწიფო: ალბანეთი, მონტენეგრო, უკრაინა და მოლდოვა. უკრაინა და მოლდოვა განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის, იმიტომ რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ მათთან ერთად ვიყავით და დაწინაურებული ქვეყანაც ვიყავით მათ შორის. რა მნიშვნელობა აქვს ახლა რას ილაპარაკებს ქართული რუსული ოცნება? მოლდოვაში არის კორუფციის ის დონე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტი და უფრო ცუდი დონეაო კორუფციაო. უკრაინა დანგრეულიაო, ამა თუ იმ რაღაც ინდექსში უკრაინა ჩამოგრჩებაო, რაღაც მსოფლიო ბანკის იმ შეფასებით უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე უკან არისო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს? ევროკავშირში გაწევრიანება პირველ ყოვლისა რასაკვირველი არის იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც ევროკავშირმა დააუყენა ამა თუ იმ ქვეყანას, მათ შორის კორუფციის დაბალი დონე უნდა გქონდეს, ან საერთოდ აღმოფხრა კორუფცია როგორც ასეთი. მაგრამ პირველ ყოვლისა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვა და ახლა დგას ისტორიული დგას უკვე და მომავალშიც რამდენიმე წელი ეს პანჯარა იქნება ისტორიული მომენტუმი. და პოლიტიკური გადაწყვეტილება კი მიიღება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ხვაბაღლა ჟღერს, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ომი ავიცილე მე და სულაც არა ვარ უკრაინის წინააღმდეგო, ტყუილი ბრძანებაა ეს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. ომი არც არავის მოუხვევია თავზე, ამაზე არაერთხელ გვითქვამს ჩვენ ევროპელებს, არც არავის უთქვამს საქართველოსთვის, რომ ომში უნდა ჩაერთოთ. ერთსქესიანთა ქორწინებას გვავალდებულებენ. არც ერთ რეკომენდაციაში, არც ერთში, არც 9 რეკომენდაციაში, არც 12 რეკომენდაციაში, არც ზოგადად მოთხოვნებში, რომლებიც ევროკავშირს ჰქონდა საქართველოს მიმართ, ზოგადად ქვეყნის მიმართ და დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, ქართული ოცნების მიმართ. არცად არ ეწერა, გაკვრითაც არ ეწერა, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დავაკანონოთ. ევროპაში არსებობს რიგი ქვეყნებისა, რომლებშიც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არ არის. მით უმეტეს არ არის დაკანონებული სქესის შეცვლა, მით უმეტეს არ არის დაკანონებული ერთსქესიანთა მხრიდან შვილის აყვანა, ბავშვის აყვანა. ცუდია ეს თუ კარგია, ამაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ევროპაში ის ქვეყნები, რომლებიც ცოტაზე მეტად კონსერვატორულები არიან, არ იღებენ მათი საზოგადოებები ამას და ევროკავშირი ბრიუსელი ამას თავს არ ახვევს მათაც კი. ესე არ არის, რომ საქართველო ყავთ ამოჩემებული. ეს პაპუაშვილის ბოდვები დაიჯეროს ნინო წილოსანმა. ან თუნდაც თქვენს დაიჯერეთ. მე პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მე ვალდებული ვარ გითხრათ, რომ ეს ბოდვებია.
აი 2-3 დღის წინ სხვა ვიდეო ბლოგში ვილაპარაკე ამ თემაზე თუ არ ვწდებიან ჩართვაში, პირდაპირ ჩართვაში. ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ამგვარი განცხადება, რომ ევროსასამართლო მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ერთსქესიანთა ქორწინება უნდა იყოს სავალდებულოდ მისაღები ყველა ქვეყნისთვისო. გახსნი ამ ლინკს, რომელიც იქ კი არ დაურთავთ, მაგრამ მე დაიწყებ ქექვას გლობალურ ქსელში და აღმოაჩენ ამგვარ რამეს, რომ მაგალითად თუ ერთსქესიანთა ქორწინება მიღებულია რომელიმე ერთ ქვეყანაში და იქ ერთი სქესის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაოჯახდნენ და ქორწინდნენ თუ ერთი ოჯახი შექმნეს თუ რაც შექმნეს, მოკლედ სამოქალაქო ქორწინებაში შევიდნენ. ეს ქორწინება ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყანამ, რომელშიც არ არის მიღებული ერთსქესიანთა ქორწინება, უნდა სცნოს, არ უნდა თქვას მეორე ქვეყანამ, უნგრეთმა ასე მაგალითად, რომ ესენი ამათ უკანონო ოჯახი აქვს შექმნილი, ეს უნდა თქვას, რომ მათი უფლებები აღიარებულია როგორც ოჯახისო. მაგრამ იმედმა სხვა ინტერპრეტაციით, ირაკლი რუხაძის ბრძანებით, ირაკლი რუხაძეს კი დასაკვირველია ქართული ოცნებიდან უკარნახეს ეს ყველაფერი პროპაგანდის და მოკლედ რუსულ ჩარჩოში ჩასვა ეს ყველაფერი და მოატყუა მისი მაყურებელი ამორჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ არ არის ცოტა ამგვარი ამორჩეველი, რომელიც ამ ბოდვებს ისჯერებს და დაიწყო, აი რა გვინდა ასეთი ევროპა, რაჯანდაბად გვინდა, რაღაც 78 მუხლიც გავაუქმოთ, რაღაც დავსაჯოთ, დავკლათ, მოვკლათ ევროპელები, გავაგდოთ, რაღაც შევწვათ, ახრამუნოთ და ასე შემდეგ, ასეთი კომენტარებიც იყო ტროლებისაო, ბევრი თქვენგან იტყვის სასაკვირველია ტროლებისაც, მაგრამ რეალური ადამიანებისაც, რომლებიც არავის არ ვაკნინებს ხადია, მაგრამ უფრო ცხოვრობენ რაიონებში, დედაქალაქშიც განა არა. და უფრო იოლად იჯერებენ, იქ ხომ რაღაცა მიკროურთიერთობებია გამგებელი ბანდიტი, ძველ ბიჭ ბანდიტს ადგილობრივს ელაპარაკება და ისინი თან სოციალური მდგომარეობა კატასტროფულია უმრავლეს რეგიონსა და რაიონში, ხო? აჯერებენ და twins უბურღავენ და twins ურეცხავენ ჩვენს მოქალაქეებს. რუსულობას თავაზობენ. მართლმადიდებელი ქვეყანაა ეს რუსეთი და უნდა ჩავეხუდოთ თან ხო ვერ გადაიტანკას. არა და ეს ევროკავშირი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეა. არ არსებობს ალტერნატივა ევროკავშირის დასავლეთისა. უფრო ზუსტი რომ ვიყო, ალტერნატივა არსებობს და ეს ალტერნატივა არის რუსული, გიბოდიშებ ცხადია, მაგრამ სუნიანი იღლია, ოფლიანი იღლია. რუსეთი, რომელიც რუსულობას შემოგთავაზებს მომავალში, უკვე გვთავაზობს და მომავალში უკვე კიდევ უფრო მეტად შემოგთავაზებს და დაამკვიდრებს აქ რუსეთს, გრუზია რუსეთს და ყველაფერს, რაც შენს იდენტობასთან კავშირშია, უკლებლივ ყველაფერს. რაც ნამდვილ იდენტობასთან არის კავშირში, ამას მოსპობს, ამოშანთავს, დაგინგრებს. ეკლესია მონასტრებს გადაგიღებავს მეთქი კიდევ ერთხელ ხმამაღლა იქნება ნათქვამი, მაგრამ აუცილებლად მაგალითად მოგთხოვს ყინწვისის მთავარანგელოზი ყინწვის მონასტერში, იქ რუსულ გალობასაც წლები სჭირდება ამას შესაძლოა, მაგრამ არც თუ დიდი ხანი. ნახეთ, რამდენი ტურისტია რუსი, რომელიც ყინწვისის მთავარანგელოზს ნახულობს და რატომაც არ უნდა იყოს რუსული გალობა. იქ უთუოდ გამოჩნდებიან აქტივისტები, ბანდიტები, გამგეობისა თუ ძველი ბიჭობის წარმომადგენლები, რომლებიც სიტყვიან, რომ მართლაც თუ ამ რუს ტურისტს შემოაქვს ჩვენს რაიონში, პირობითად ლაპარაკობ, რაღაც 9 მილიონი დოლარი, რომელიც ესოდენ აუცილებელია ჩვენი რაიონისთვის, იგალობონ საბოლოო ჯამში. ეს არ არის ერთადერთი უბედურება, რომელიც მაღალი ალბათობით დაგვატყდება თავს. დაგვატყდება თავს ყველაფერი ყველა უბედურება თუ ჩვენ ევროკავშირის სივრცეს მოვწყდებით და თუ ევროკავშირი თავად იტყვის, რომ შენ ქართველი ხალხი არ იმსახურებ აღმოჩნდა რომ ევროკავშირში ყოფნას და შორი გზა კი არ არის, დიდი დრო კი არ არის დარჩენილი ამ ამბამდე. გერმანიის ელჩი საქართველოში რონი ფიშერი ამბობს, თუ კი ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს და ეთანხმება ანგარიშეს, ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს საკითხი ფაილი დახურულია. არა იმიტომ, რომ საქართველო არ გვინდა უნდათ. ჩვენ გვინდა საქართველო.
ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი ნდობის საფუძველზე, მართლაც ავანსი იყო ეს 2023 წლის დეკემბერში მიცემული საქართველოსთვის, მაგრამ არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს. სინამდვილეში ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს. დიდი ალბათობით დეკემბერში ევროპული საბჭო და მე მინდა გითხრათ რომ ევროპული საბჭო რა არის, ხო? თავრობის ხელმძღვანელები, იმ ქვეყნების ხელმძღვანელები იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, წელიწადში ორჯერ. ევროპული საბჭო როდესაც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ, ანუ დაადასტურებენ, რომ საქართველოს დასრულებულია საქართველოს ინტეგრაცია. მე კვლავ დაუბრუნდები იმ სიტყვას, არ ნიშნავს იმას, რომ 30 წლის გაფართოებაში მაღალი ალბათობით რომ ვერ მოხვდებით მთლიანად დახურულია სივრცე ევროკავშირისა, მაგრამ გადაიწევს ჩვენი რაც უფრო შორს გადაიწევს, მით უფრო უარის მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ინფილტრირებული რუსეთი ჩვენ სინამდვილეში აგენტურა მათ შორის კიდევ უფრო მეტად შემოიპყრობს ქართულ ყველა პრაქტიკულად სახელმწიფო უწყებას. თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა სამინისტროებსაც, თავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ივანოვი იქნება პარლამენტშიო თუ მე კითხებით, არა, ივანოვი არ იქნება, მაგრამ პარლამენტარი, მაგრამ ივანოვი იქნება მრჩეველი, რომელიმე ერთი ნინო წილოსანისა. უთუოდ, იმიტომ რომ პიარში ასე მაგალითად ივანოვზე მაგარი არ ყავს ჩვენ ვინმე ივანიძე, ივანიშვილი რო არ მითქვა ახლა. ფაილი დაიხურება ქართული მხარის ქმედებათა გამო. არ ამგონია ამ ქმედებათა თავიდან ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისათვის, ბრძანებს ბატონი ფიშერი, ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები. რა ჯანდაბად გინდოდათ თქვენ ქართულ ოცნებას მივმართავ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება. და თუ გინდოდათ მაინც და მაინც ღირდა თუ არა, მოდით აი ამ კუთხით დავსვათ საკითხი. ეკა გიგაური ნინო ლომჯარიას და სხვების განადგურებულია არასამთავრობო ორგანიზაციები, მესამე სექტორი, რომლებიც სხვადასხვა მარტო პოლიტიკურ ფართოგაგების საკითხებზე არ მუშაობდნენ, ანუ ადამიანის უფლებებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად მუშაობდნენ ეკოლოგიის საკითხებზე, მაგალითად მუშაობდნენ ბავშვთა უფლებების, დედათა უფლებების საკითხებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ჯანდაბად გინდოდათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების სრული განადგურება, როცა საპირწონე იყო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ახლა თუ რომელიმე ჩვენგანი იტყვის რომ თქვენ გინდოდათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ სწორედაც რომ შეჩერებული იყო და დასრულებული იყო საქართველოს ევროგზა, ეს რომელიმე ჩვენგანი უთუოდ მართალი იქნება. აგზელებს ბატონი ფიშერი. დემონსტრანტების უფლებები. მე სულ ყორსა დემონსტრაციები მახსენდება ბევრი კადრი, ბევრი სურათხატი. ადამიანი დროშით, ქალი დროშით, ქალი შუაგულ რუსთაველზე, გვარების ვიცი ცხადია, უმრავლესობისა, დაჭერილი 1, დაჭერილი 2, არ ვიცი, რაღაც ზერაგაშტერებული 1 დემონსტრანტი, ახალგაზრდები, რასაკვირველია, ასაკში შესულები და ბევრზე თუ არა, ყველაზე თუ არა, ბევრზე მისაუბრია, ხო? რამდენი პერსონალურადაც მისაუბრია ადამიანების სხვადასხვა ასაკის ადამიანების სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებზე, რომლებიც ასეთი თავდადებულნი არიან. მისაუბრია სინდის პატიმრებზე, მინახავს კადრები, მიჩვენებია ეს კადრები, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩემთვის ყველაზე უფრო ძაფრი სურათხატი არის შემდეგი გასული წლის დეკემბერი, როდესაც მე კაც არ გაჩვენებ წიხლს დაგდავარდნილ დემონსტრანტს თავში ისე რომ ლამის მოწყვიტა კისრიდან ურტყამს გედედეს თანამშრომელი ხო წიხლს, ფეხსაც არა, წიხლს. და როდესაც ფიშერი ან მთლიანად ევრობიუროკრატები პაპუაშვილი ბანდიტი მათ deep states რო უწოდებს. deep state-ელები, მაგრამ deep state-ი უკეთესია ვიდრე ბანდიტიზმი, deep state-ელობა უკეთესია ვიდრე ბანდიტიზმი. მათ უწოდებს deep states და იმ ადამიანებს უწოდებს სახელმწიფო გადატრიალების მომწყობებს. ხო, მე გასაკვირველია deep state-ის და იმ დემონსტრანტების მხარეს ვარ და უნდა ვიყოთ კიდეც. და როდესაც deep state-ი ამახვილებს ყურადღებას ამაზე, deep state-ი კი არა, შემთხვევაში ფიშერი, ხო? მე ეს კადრი წარმოვიდგება ხოლმე თვალწინ. დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, სამი პარტიის დაახურვა და ანონსა წულუგიანი ბანდიტის კომისიამ. ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, რაღა ზოგიერთი
150 პოლიტპატიმარი ყავს. გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან. ანუ თუ ვინმე ოდესმე ასოცირდებოდა, ჩაულია გამარჯობა უთქვამს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმომადგენლისათვის ესე პერსონალურად დაიწყებენ ზებნას. ვინც ის იქნება პასიური ხმის უფლებას კი ჩამოართვან რომელიმე ნაცს. როგორც საკუთარ ნაცებს კი რასაკვირველი არ გადასწოდებიან. საკუთარი ნაცები მომჯდარები და მომთბარები არიან. პირები, რომლებიც მხოლოდ სიპებსა და აიპებში კი არ არიან შეყვანილები, არამედ დეპუტატები არიან. ცოტა კი არა, ბევრი ამგვარი. და კიდევ რაღაც გავლენიანი ბიზნესმენები არიან და კიდევ რაღაც სიპებში და აიპებში არიან, რაღაც სახელმწიფო ვერტიკალის წევრები არიან, ერთი არ მახსოვს. აგვარია ის ეკაბესელია რო სახემო უჭმუჭნა ინგა ხო არ გახსოვს ის აგვარია დეპუტატი რო იყო ის ხო ნაცი იყო და ეკაბესელია რო სწდა ჭყალებით და სახერობო ის კოცი იყო მაგრამ მანამდე ხო ნაცი იყო მანამდე ანუ მიშას დროს ნაცი იყო ეხლა რაღაცა გამოვიდა რაღაც კონფერენციაზე ნახე მისი კადრები ტიპი რომელმაც გუშინ წინ გაიგო ვინ არის ნიკოლა ტესლა და 3 დღით ადრე გაიგო იმის თაობაზე ვინ არის აინშტაინი ლაპარაკობდა ენერგოსისტემებზე მე ვუტრირებ ცხადი რაგვარია ზარდიაშვილი ხო ზარდიაშვილი არ სახელი არ ვიცი არა აქვს რომ ზარდიაშვილი რა ქვია ვანო ზარდიაშვილი მე ვუტრირებ ცხადია მართლა 3 დღით ადრე კი არ გაიგო ხა ტესლას თაობაზე ან აინშტაინის თაობაზე 3 წლის წინ გაიგო 15 წლის წინ გაიგო მაგრამ არაფერი არ იცის ეს მინდა ვთქვა ენერგეტიკაზე როგორც ასეთზე და გამოდიოდა და რაღაცა პრეზენტაცია ჰქონდა ხმამაღალი მართლა მცოდნეები ლამის ნაგვის ურნებში იქექებიან პირები რომლებმაც ხუთ თითივით იციან ენერგეტიკის თაობაზე საინტერესო მესიჯი მომივიდა შემდეგ ვიდეო ბლოგში განვიხილავ ამ Facebook მესიჯი არის ერთ საინტერესო თემაზე რომელზეც ნაკითხი მქონდა ერთ ჩემი ნაცნობისათვის აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან პროგრამაშია და ვერი რომ ეს მოხდება, ანუ ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი პროგრამაშია და ვერი რომ ეს მოხდება. დიდი ზეწოლის ქვეშაა თავისუფალი მედია. სულს ღაფავს თავისუფალი მედია. ეს ის თავისუფალი მედია, აი ახსოვთ მაგალითად ნინო ზაუტაშვილის გადაცემა ფორმულაზე და გელა ზედელაშვილი. თიულიშვილი, გელა ზედელაშვილი ის ბანდიტია. გელა მთიულიშვილის ეს არაჩვეულებრივი ჟურნალისტური გამოძიებები. გელა ზედელაშვილი ამ გამახსენა მამათი ერთ-ერთი სააგენტოს ნაჩალნიკია და ისა შავი პიარის მამა და მარჩენალი. ხო, მოკლედ გელა მთიულიშვილის ეს არაჩვეულებრივი რეგიონებიდან იმ პრობლემებზე რომლებიც რეგიონებშია, იმ ბანდიტიზმზე რომელსაც ჩადიან ხელისუფლების წარმომადგენელი მედია თუ დაიხურა ამ შემთხვევაში ფორმულაში პრობლემები შეექმნა და მართლა პრობლემებია გაგიმხებთ ფორმულაშიც და პირველშიც ხო წარმოიდგინეთ თქვენ არ გექნებათ ინფორმაცია აი მარტო გელა მთიულიშვილზე რო ვილაპარაკოთ მარტო ნინო ზაუტაშვილზე რო ვილაპარაკოთ არ გექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე რა ხდება რომელიმე აჭარის რომელიმე მაღალმთიან სოფელში როგორ გააკეთეს რაღაც ხესი რომელიც არც არავის არ სჭირდება მაგრამ ამ ხესში როგორ პირობითად აჭარა და პირობითად ხესი როგორ შემოეჭამათ ფული ფიშერის ამაზე ლაპარაკობს თუ კი ევროკავშირში გაწევრიანება გინდა უნდა გადმოიტანო ევროპული კანონების შენს კანონებში რა საკვირველია ესე მოიქცა ჩვენ რო გონია რომ ჩვენ ძალიან მაგრები ვართ ესპანეთი ასე მოიქცა დაკარგა თუ არა ესპანეთმა თვითმყოფადობა გაგიკვირდება და არა ერთი ხანობა სწორედ ევროკავშირის კონტექსტში ესპანეთს თხოვდნენ რომ კორიდას დღესასწაული როგორც ასეთი გაეუქმებინა ევროკავშირის მოთხოვნა იყო იჩხუბა ევროკავშირთან ბრიუსელთან მადრიდმა თქვა რომ ჩემს რეგიონებში ეს ისეთი ტრადიციაა რომ და ჩემი იდენტობის ნაწილია რომ მე ამას ვერ შევეხედი დიდხნიანი კამათი მიდიოდა ამაზე და ვინდათ როგორ გონიათ მადრიდმა ანდალუზიაზე თუ კატალონიაზე თუ ორივეზე თან დაკავშირებით
და თუნდაც კასტილიაზე, რა მნიშვნელობა აქვს, რას ვიტყვი, მაგრამ იქით განსაკუთრებით არის ეს დღესასწაული და ეს ტრადიცია. თუ დათმო როგორ გონიათ ბრიუსელმა 8-10 თვე 12 თვიანი მსჯელობის შემდეგ ბრიუსელმა დათმო შენ არავინ გართმევს იდენტობას პირიქით დაგვიდით რამდენი როგორ შეეხიდა ევროკავშირი და შეერთებული შტატები და დასავლეთი მაგალითად ჩვენს ეკლესია მონასტრებს მათ რეაბილიტაციაში რა თანხა გადაიხადა არ ყოფნით სასაცილოდ ბევრ ქოცებს მაგრამ აი ჯვარი მცხეთის ჯვარი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ჩვენ სინამდვილეშიც არა სოფლიო მასშტაბის ძეგლი არავინ კამათობს ამას საქართველოს დე-ფაქტო მთავრობამ რომელმაც ახლა ახალი ტენდერი გამოაცხადა რომ ახალი მანქა 2025 წლის მანქანებზე უნდა გადაეთრნენ და გადაჩქუფდნენ და ჩასხდნენ 25 წლის მანქანებში 23 წლის კი არა ხალხ თქვა 20 წლის 2012 წლიანი მანქანა ყავს კარგი იმას ხო არ მოგფრო 2012 წლის მანქანაში Nissan-ში ჩაჯექი მერკი 2020-იანი ხო შენი 2022-იანი ხო შეიძლებოდა რომ შეეზინათ ყოველ წელს აცხადებენ ლამის საქართველოს დე-ფაქტო მთავრობამ რომელმაც ამდენზე და ამდენზე გამოაცხადა ტენდერი ახალი მანქანების და კლასიფიკაცია არა როგორი უნდა იყოს ელექტრომობილს კი არ კადრულობენ კაც რას ბრძანებით თქვენ კაპიკი არ გადაიხადა მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციაში ამერიკელებმა ამ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ 2 წლის წინ $500,000 შესწირეს რაც ნიშნავს არასწორი სიტყვა ჩვენი ჯვარი მცხეთის ჯვარი სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უმნიშვნელოვანესი გადაიხადეს მის აღდგენა რესტავრაცია რეაბილიტაციაში ეხლა ეს არის ერთი მაგალითი ყინწვისის მონასტერი ვახსენე ხო ყინწვისის თავარანგელოზი რა ისიც იტალიელებს რა თანხა აქვთ რა ძალისხმევა აქვთ ჩადებული ძალიან იოლია ახლა რუსების შემოყვანა და იქ რუსული საგალობლები ბატწოდებულის აჟღერება ამღერება მაგრამ ისიც იტალიელებმა ამ სოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს ყინწვისის თავარანგელოს სოკო რომ გაქონდა გაჩენილი დაახლოებით 20 წლის წინ თუ მეტი არა სოკო ჭამდა რა თანხა გადაიხადეს და რა ძალისხმევას მიმართეს მე ვიცი მეთქი 20 წლის წინ მართლა სტატია მაქვს ამაზე დაწერილი და ეს ორი მაგალითი დაგისახელეთ ამათმა კი გელათი გინახავთ ბოლო კადრები დრონით გადაღებული გელათის მონასტრისა გინახავთ გელათი არის აღარაფერი აღარ არის დაინგრა არა ვუტრირებ და ვინმე მეტყვის ახლა გამოვარდება რომელიმე ეკაჭიჭინაძე რომელიც შვაჩკას კევს კი არ ღეჭავს მაინც და მაინც მაგრამ ისეთი იერი აქვს რომ სწორედ პირის ღრუში ხო არ ჩაიხედები გეგონება რომ თვითონ გაიმართლა თავი ეს შვაჩკა არისო რაღაც სხვა რამე იყო მაგრამ ეკაჭიჭინაძე ჩასულა გელათში ეკა ქვია ხო ეს მავიწყდება ეს ყარები ამ ბანდიტების ჭიჭინაძე ეკა ნიკუშა შენგელაიას თავად ნიკუშა შენგელაია ჩასულა გელათში ეკა ხვედელიძე ივანიშვილისა ჩასულა გელათში ბიზინა ივანიშვილი პუტინისა ჩასულა გელათში პირდაპირ მნიშვნელობით კი არ ინგრევა მაგრამ გელათი არის დაკონსერვებული და კატასტროფულ მდგომარეობაში არ მინდა ვთქვა რა უნდა რა ვიცი მე რა უნდა გელათის რეაბილიტაციას მეთქი რას ლაპარაკობთ იქ ერთი საშუალო დონის სპეციალისტი რომ დამიჯდეს რასაკვირველია დამამარცხებს და მეტყვის და როგორ არ უნდა მაგრამ ჩვენ შემდგარში საბოლოო ჯამში მართლა რა უნდა 5-7 წელიწადია გელათი არ აქვს და 5-7 წელიწადში გელათი მართლა აღარ იქნება აი ისიც აღარ იქნება რაც არის ევროპელები და დასავლეთი ჩვენი პარტნიორი იყო და არის ამ პროცესში ამ გელათშიც და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ბანდიტი კობახიძე ბანდიტი აბა მაინც და მაინც ფარცხალაძეობა კი არ არის აუცილებელი და რომანოვად გვარის გადაკეთება თუ მიმატება გვარისათვის რომ ბანდიტად მოგიხსენიო ბოტასებს კი არ უნდა იპარავდე მაინც და მაინც კობახიძეს რომ სარიპარავდეს პაპუაშვილი ერთლარად რომ არ გადაეცემოდეს მას ამდენი და ამდენი ჰექტარი მიწა ის ბანდიტია იმიტომ რომ სახელმწიფო წაღლიდა ქართულ საზოგადოებას
ქართული საზოგადოების თვალსაჩინო ან არათვალსაჩინო შვილებს წარსულიდან და ქართული საზოგადოების მომავალ თვალსაჩინო ან არათვალსაჩინო პირებს, ვინც დაიბადება და დღევანდელ გენერაციას, ვინც რამდენი წლის ვართ, 100 წლის ზექალაშანიძეს და ერთი დღის ნებისმიერ პირს, რომელიც აიგუშინ დაიბადა. მათ ყველას წაღლიტა პაპუაშვილმა სახელმწიფო. წაართვა სახელმწიფო. გრუზიად გარდაქმნა პაპუაშვილმა რასაკვირველი ივანიშვილი. ამიტომ სრულდება ეს ჩვენი ევროინტეგრაცია, პირველ სიტყვას რომ მიუბრუნდე. სრულდება. ახლა მე გეტყვით კიდე უფრო მთავარს და ამით დავამთავროთ. თუ 26 წელს ეს არის როგორ მაქსიმუმს ვამბობ ისით, მე მგონი ვწდები, დაგვიანებულიც არის. მაგრამ თუ 26 წელს 2026 წელს ვერ მოვიცილებთ ამ ბანდა ხელისუფლებას, იმ გამასობაში მე მეჩქარება თურმე. თუ ვერ მოვიცილებთ ამ ბანდა ხელისუფლებას, 27 წლის 1 იანვრიდან აბსოლუტურად დაგვიანებული იქნება და 30 წლის გაფართოების ტალღაში საქართველო ვეღარ მოხვდება. გვაქვს თუ არა 1 წელიწადი? გვაქვს. მაგრამ რაც მალე მოვიცილებთ, მით უფრო გვაქვს. იმიტომ რომ მე ნიჭიერი ქართველი, კრეატიული ქართველი იმ ჩამორჩენას, რომელიც გვაქვს უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ალბანეთთან აღმოფხვის. ერთ კვირაში გააკეთებს იმ საქმეებს, რასაც სხვები ანდომებენ ერთ თვეს. უტრირებ, მაგრამ მაინც. მოკლედ სწრაფად მივლით. იმედი მაქვს. მაგრამ იმისთვის რომ ეს ყველაფერი დაიწყოს რეალურად, ბანდა ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ. როგორ უნდა მოვიცილოთ? კითხვა, კარგი. რა საკვირველია მშვიდობიანი გზით? ახლა ვინმე მდინარაძემ დათბირები რომ არატარავს სტაბლიაშვილმა რევოლუციისკენ მოუწოდა ან ჯანყისკენ, ან გადატრიალებისკენო, ამ თავითვე დავამშვიდებ მის ფაქის გულს და ვეტყვი რომ არა. რა საკვირველია, არა, ბატონო მამუკა. რა საკვირველია მშვიდობიანი გზით. მაგრამ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა, რომელიც ჩემი აზრით მოიცავს ან გულისხმობს თქვენი ბანდა ხელისუფლების ჩამოსვლას შიგდა რყევებისა და გამო და გარე ზეწოლის გამო, ანუ აქციები, სანქციები, ამერიკის მხარდაჭერა, უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ისე მომრგვალება, რასაც ქვია უკრაინის გამარჯვება. ამ შემთხვევაში ხო ხდებით, რომ სერიოზულად დაგერხათ. და მე უკვე ახალი რასაკვირველია საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც თქვენ, როგორც ბანდიტები, ჩემი კონცეფციით, მონაწილეობა საერთოდ არ უნდა იღებდეთ. კიდე ახტით, კიდე დახტით. თქვენ საარჩევნო რეგისტრაცია არ უნდა გაიაროთ. ხა ეს ჩემი მოსაზრებაა, ხვალ რას დამახვედრებს რომელიმე პოლიტიკოსი ამასთან დაკავშირებით პასუხად, არ ვიცი. თუ დამახვედრებს, რას ვერჩი ახლა ამ შულბახის დავასახელებ. ანი წითლიზე თუ იტყვის რომ არა ირაკლი ესენი მაინც მონაწილეობას სწორედ ანი არ იტყვის, მაგრამ ამიტომ ვასახელებ. ესენი მაინც თავისუფალ კონკურენციაში უნდა შევიდეთ და ასე შემდეგ, ხო? სოფო ხორგუანი თუ მეტყვის ამას, სოფო ხორგუანთან დებატში შევალ, გარწმუნებთ რომ ის შესაძლო დებატი არ გამოსარიცხი, დამთავრდება ჩემი გამარჯვებით. რას ვერჩი სოფო ხორგუანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე ვერჩი სხვათა შორის პარლამენტში რო შევიდა იმისა და გამო. ხო, მაგალითად. მაგრამ ნუ ეხა ეს კიდე ყავ ვიმეორებ, ეს სამომავლო სალაპარაკოა და არა ახლანდელი. ევროპის ინტეგრაციის პროცესი სრულდება. პარები ვიტყვი მართლა ბოლო წინადადება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უვიზოს წაგვართმევენ მოსახლეობას გულისხმობ, ტარგეტირებული სანქციები იქნება ბანდიტების წინააღმდეგ, კარგი იქნება თუ ფართო და ფართო წრეს შეეხება ადამიანებისა, მოქალაქეებისა, რეალურად რუსეთის მოქალაქეობა რომ უნდათ მათი, ანუ კალაძესაც დასჯიან და მის მოადგილესაც, მისი განყოფილების ხელმძღვანელსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ცხადია პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეხლა იქ მთავარ სპეციალისტს ნაკლებად გულისხმობ. ან უმცროს სპეციალისტს ნაკლებად გულისხმობ, მაგრამ ჩვენ ალბათ არ დაგვჭირენ ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენზეც არ გადმოვცელდება უკვე შემდგომ აქ სანქციები
თუ ჩვენ ამასობაში უფრო მკვეთრად არ დაუპირისპირდებით ამ ბანდა ხელისუფლებას და თავარი არ მივიყვანთ პროცესს იქამდე რომ ესენი წაეთრნენ. გამუკა მდინარაძე შეუძლია ცივი წყალი დალიოს ამ უკანასკნელი სიტყვის მოსმენის შემდეგ.